მოგესალმებით. მათ შანსზე დასრულდა სიდნეის კარდი ივენთი ავსტრალიაში და UFC ბრუნდება აპექსში. ეს ერთ შეხედვით თითქოს არაფერი ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ სინამდვილეში აღსანიშნავი ფაქტია, ვინაიდან პირველად ჩატარდება აპექსში ივენთი მას შემდეგ, რაც UFC-მ ხელშეკრულება დადო Paramount-თან. და იქიდან გამომდინარე, რომ აპექსის ივენთებზე ზოგადად მაყურებლებში და კომაგებში საერთოდ არაერთგვაროვანი მოსაზრებები მუსირებს, ფიქრობ ეს არაერთგვაროვანი მოსაზრებებში შეიძლება იყოს მუსირებდეს, ასე ვთქვათ, ასევე Paramount-ის ხელმძღვანელობაშიც და შესაძლოა რაღაც პატარ-პატარა ცვლილებები ვიხილოთ კიდევაც. ნახოთ, სულ ცოტა დაგვრჩა, ნახოთ რა სიახლეს შევხვდებით უშუალოდ აპექსში, UFC-ს ახალ ივენთზე. თუმცა სანამ აპექსის ივენთზე გადავალთ, მოდი მოკლედ მიმოვიხილოთ რა მოხდა საინტერესო სიდნეიში. საინტერესო პრინციპში მთავარი, ყველაზე საინტერესო მოხდა ის, რომ მაინც უფრო მთავარ ქართზე მოხდა ყველაზე საინტერესო, იქ პრინციპში ისეთი არაფერი არ მოხდა, ახლა ჯუნიორ ტაფას დამარცხება ზოგადად ამაზე ვისაუბრეთ, რომ ჩვეულებრივი ამბავია. თან ისეთ მებრძოლებთანაც მარცხდება ჯუნიორ ტაფა, რომელთანაც სულ არის აუცილებლად წააგოს, არ ვამბობ აუცილებლად მარცხდება, მაგრამ შეიძლება დამარცხდეს ხოლმე ისეთ მებრძოლებთანაც, ვისაც აუცილებელი არ არის დამარცხდეს და რატომ არ დამარცხებულიყო პრინციპში ბილი ლეკანასთან. სხვა ისეთი პრინციპში, ხო, ჯეიკობ მალკონი მართლაც რთული აღმოჩნდა ტორეს ფინისთვის. პრინციპში მეტი ისეთი არაფერი არ მოხდა პრელიმ ქარდზე, გადავედით მთავარ ქარდზე, ქვილანს სალკილდმა გაამართლა თავისი დიდი ფავორიტის სტატუსი, შეიძლება ყველაზე დიდი ფავორიტი იყო ამ ივენთზე საერთოდ და არავის არ ჯეროდა არც ჩვენ მათ შორის, რომ ჯემი მალარკი რაღაცა განსაკუთრებულ წინააღმდეგობას სიუპრის შემოგთავაზებდა. თუ რა თქმა უნდა სალკილდი სერიოზულად მიუდგებოდა ამ ბრძოლას, მიუდგა როგორც ჩანს და თქოს საკმაოდ სერიოზულად მიუდგა და თავარი ამ ბრძოლაში ის იყო, შეახსენეთ, რომ პირველივე რაუნდში დააფინიშა სალკილდმა, ეს უცნაური არ არის. უცნაური პრინციპში არც ის არის, რაც მოხდა, მაგრამ მაინც ახალი იყო ჩვენთვის. ვიცოდით, რომ სალკილდი კარგი იყო მიწაზეც, იმიტომ რომ მას 3 მოგება კარიერაში საბმიშენებით ქონდა, მაგრამ UFC-ში არ ქონდა ეს ნაჩვენები. ამას ველოდით კიდეც ყოველი ბრძოლის წინ ამბობდით, რომ როდის გვაჩვენებს, იმიტომ რომ გადამოცემით ვიცოდით, რომ კარგია საკმაოდ მიწაზე და ამ ბრძოლაში გვაჩვენა სხვადასხვა თავიდანვე ჩანდა მის ასე ვთქვათ სტრატეგიაშიც, რომ მას ქონდა გადაწყვეტილი, რომ ჯეიმი მალარკი გადაიყვანა მიწაზე და იქ მოემთავრებინა. ვერ ვიტყვი, რომ ადვილად გადაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხა ძალიან ეფექტური გდებით, სხვადასხვა საბოლოოდ რომ გადაიყვანა მიწაზე. მოგვერდით წამოიღო, გარკვეულად ქართული გდებით თითქოს და ძალიან ოსტატურად გაუსწორდა იქ. თან კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვით ტრანსლაციის დროსაც ვისაუბრე ამაზე, რომ აქამდე არასდროს არ იყო დასაბმითებული მალარკი. და სალკილდი ამოშა პირველი, ვინც ამ დიდი კარიერის განმავლობაში საკმაოდ გამოცდილი მალარკი მოახერხა და საბმიშენზე დაიჭირა ის, ნეკრენკი გაუკეთა, ზურგიდან მარყუჟი შეუკვდა და კისერი მოუგრიხა მალარკის ქვილან სალკილდმა, გაამართლა პრინციპში ავანსები მასზე გაცემული. აი, სხვაჯერ მომდევნო ბრძოლაში, ამის შემდეგ ბრძოლაში ტეიშეირას და ტუივასას ბრძოლას გულით, რომ მოხდა ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რაც მეტი აქ ისეთ მოულოდნელობა პრინციპში ქარდზე საერთოდ არ მოხდა რა. კერძოდ მოულოდნელობა იყო არა ის, რომ ტეიშეირა მოიგო, არამედ ის, რომ ბრძოლა მივიდა გადაწყვეტილებამდე. ეს იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა, ვინაიდან საერთოდ არ ჩანდა რა, ბრძოლის წინ ყოველთვის ეს ბრძოლა გადაწყვეტილებამ მისვლელი არ უნდა ყოფილიყო. მეც ასე ვთვლი და ყველა ორივე მკვეთრად გამოხატული ფინიშერი იყო. ალისონ ტეიშეირა საერთოდაც ძირითადად არა, ყველა ბრძოლა ტეიშეირას იყო ფინიში დასრულებული, წაგებულიც მათ შორის და თან ყველა პირველ რაუნდში. აქ ბრძოლა მივიდა მესამე რაუნდამდე, მესამე რაუნდამდე კი არ ჩამთავრდა ბოლომდე და გასაგებია, რომ ეცვლოვანი გადაწყვეტილებით მოიგო ტეიშეირა. პრინციპში ახსნა აქ ამ მოვლენას ის, რომ ტეიშეირა დაინახა, რომ მარტივად ზოგადად ვიცით, რომ ტუივასას პაშევირას წაიქცევა ხოლმე, ზოგადად ადგომა უჩის ხოლმე საერთოდ.
ახლა მით უმეტეს ისეაც ფორმაში, კიდევ უფრო ფორმაში დაბრუნდა ტუივასა, წონაც მომატებული აქვს ზედმეტად, ისეაც არ აკლდა, მაგრამ ზედმეტად. და დიდად ტეიშეირასაც რო არ ეწვალა, ადგომა ისეაც უჭირდა, ახლა მით უმეტეს და ტეიშეირას დიდად ახლა არაზიანებდა თუ ვერ აზიანებდა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მარტივად რისკის გარეშე გადაწყვიტა ალბათ ტეიშეირამ მოგება და ესე მარტივად სამივე რაუნდი მიწაზე ახოხიალა აი ტუივასა. ნუ სიმართლე რომ გითხრათ, მე გონია რომ დაფინიშებაც შეეძლო და გასაგებია და მაინც არ იქნებოდა არანაირი რისკი ტეიშეირასთვის. ხო, ცოტა უფრო აგრესიული და ბრუტალური ყოფილიყო თუნდაც მიწაზე. თუმცა ნუ ასე გადაწყვიტა ტეიშეირა, რატომაც არან ვერ დააფინიშა და საბოლოოდ განწყობილებით მოუგო ავსტრალიელს. შემდეგი ბრძოლა იყო ძალიან ეფექტური ბრძოლა. აქ გამოვიცანით რომ ფინიში იქნებოდა, აქაც თქვით რომ დიდი შანსია ფინიშისო, ნუ იქ უფრო დიდი შანსი იყო, იქ გამორიცხული გვეგონა გადაწყვეტილება, მაგრამ ნუ აქაც საკმაოდ დიდი შანსი იყო და თან ფინიშისკენ უფრო ვფიქრობდით რუფისგან, ფიზიევსაც აქვს ფინიშები კი, მაგრამ ფიზიევი მაინც ბოლო ბრძოლებში განსაკუთრებით უფრო ისე დროში გაწერილი გეგმით გამოდის ხოლმე. რუფისთან შედარებით ფინიშერს ფიზიებს ვერ უწოდებს, აი რუფი, ნუ კეთრად რუფი ეძებს მომენტს. ხაშეს ამ ბრძოლაშიც მე მიყავდა ეს ბრძოლა და ვახსენეთ, რომ პირველი რაუნდის დასაწყისში რუფი ეძებს ხრელებს, რომ საჩუქრს კარგად დაიწყო ფიზიო, პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქოს პასიურად დაიწყო. რუფი პასიურად წინაშე დაუწყო, რომ აკვირდებოდა ფიზიების მოძრაობებს, მის სტრაიკის, მის დომს, მის მოქმედებებს და სადღაც პირველ რაუნდის შუიდან, უფრო მეორე ნახევრიდან დაიწყო უკვე აქტიურად კონტრშეტევები გულისხმობ, შეიძლება შეტევას დავარქვა, თუმცა წინ ნაფეხზე მაინც უფრო უკან ნაფეხიდან იბრძოდა, შეხვედრზე ცდილობდა დაიჭირა და რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო და უფრო ხშირად და ზუსტად ურტყავდა. რუფი გამოთქვით კიდევაც მეც და მინდიამაც რომ მოსაზრება რომ აი უკვე იგზნო რუფი ხრელები იპოვა ფიზიების დაცვაში და უფრო ზუსტი ხდება თქო და ნუ შესაბამისად მივედით ლოგიკურ დასასრულამდე მეორე რაუნდის ბოლოს უკვე აი თავარი გამანადგურებელი დარტყმა გავიდა რუფისგან, რომელმაც ნუ უკვე ძალიან გააფუჭა ფიზიები, კი რამოდენიმე წამი კიდე გაგრძელდა ბრძოლა, კიდე დასდევდა მას რუფი და უმატებდა დარტყმებს, მაგრამ აი იმ პირველი დარტყმის მერე ფაქტიურად ვერ გამოვიდა იმ მდგომარეობიდან ფიზიები და აი მთელი ეს წამები ნოკდაუნში იყო ჯერ კიდევ, გროგში იყო და საბოლოოდ დააფინიშა მაურიციო რუფიმ. ძალიან ეფექტური გამარჯვება მოიპოვა ბრაზილიელმა. ნუ ამის შემდეგ იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტი, ბენოა სენდენიმ დაამარცხა დენ ჰუკერი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით და ამ ბრძოლაში რა შემიძლია ვთქვა, ბენოა სენდენი არ მომეწოდა, საერთოდ არ მომეწოდა მისი სტრატეგია და უფრო სტრატეგია და ტაქტიკა სწორი იყო, ანუ მას უნდა წაექცია დენ ჰუკერი და ეს სწორი იყო, უბრალოდ როგორც აკეთებდა მას ეს არ მომეწოდა ძალიან. ერთი ტეიქდაუნზე შედიოდა რაღაცა ძალიან აშკარად, ძალიან მოუმზადებლად და ისე რომ მორწყმადი იყო სხვათა შორის, ნუ რამოდენიმე კი მოარტყა, მაგრამ ისე კარგად ვერ მოარტყა. უკერმა შემდეგ პირველივე რაუნდში სავარაუდოდ ტანში ფეხის მორწყმის შემდეგ ფეხერისგან კიდევ უფრო თითქოს შენელდა, თითქოს ხელის ჩაწია, ეს მუცელი ეტკინაო თუ ნეკნიო არ ვიცი. მაგრამ მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ გამეორებ, მოახერხა მიწას გადაყვანა ჰუკერის და დაფინიშება იქ და ნუ აქ ორგვარად შეგვიძლია შევაფასოთ ბენოა სენდენის პერფორმანსი. ერთი ის რომ რაზეც ვისაუბრე, ნუ გავაკრიტიკოთ ყველაფრის გამო რაზეც ვისაუბრე, მაგრამ მეორე მხრივ სხვანაირად შევხედოთ, ესე იგი ბრძოლა ის რაც ცუდად იბრძოლა, ხო, თავიდან ბოლომდე, ნუ თავიდან ბოლომდე სანამ ეს გაგრძელდა ეს ბრძოლა, ხო, მეორე რაუნდის ბოლოს 15 წამი აკმა ასრულება. აი ეს ცუდი ბრძოლით მაინც მოახერხა ბენოა სენდენი და მეორე რაუნდში დაამიშა დენ ჰუკერი. პრინციპში ამ კუთხით თუ შევხედოთ, შეგვიძლია აღვიქვათ რომ ის რომ ბენოა სენდენისგან შეიძლება ბევრს ველოდეთ. თუმცა აი პირველი ფაქტორიდან გამომდინარე, მაინც მოდით ვაღიაროთ რომ იმ მიზნებისთვის რა მიზნებზეც აცხადებს პრეტენზიას და ამბიციებს ბენოა სენდენი, ვფიქრობ, მას სამუშაო აქვს. თუნდაც ის რომ აი ტეიქდაუნზე რო შედი, უბრალოდ ყველა მისწავლა რომ ბენოა სენდენი კი კარგია და საფრთხე ფეხზეც, მაგრამ განსაკუთრებით არ უნდა ჩაუვარდე მას მიწაში, არ უნდა წაგაქციოს და თან ისე რომ თვითონ აღმოჩნდეს ზემოდან. და რაც უფრო დრო გავა, უფრო და უფრო ეცოდინებათ ეს, ხო, გვეიცის, მაგრამ მისმა პოტენციურმა მეტოქემ და ამას შეესწებიან რომ წინ აღუდგენ, ან პირიქით ჩაუსახდნენ და ასე აშკარად არ უნდა სადოს ხოლმე და ასე ვთქვათ,
მოუმზადებლად ტეიქდაუნები მინიმუმ ეს მაინც უნდა დაამუშავოს ბენუა სენდერიმ ჩემი აზრით. თუმცა კიდევ ერთხელ გამეორებ ძალიან იმედის მომცემია ის, რომ ასეთ ცუდ ბრძოლაშიც ასეთ დომინაციას აჩვენებს და მაგ განადგურა საბოლოო ჯამში დენ ჰუკერი და თავარი ბრძოლა რა თქმა უნდა აქაც პრინციპში მოსალოდნელი რაც იყო ფავორიტმა გაიმარჯვა უფრო სწორედ მოდი ასე ვთქვათ არ იყო ძალიან დიდი ფავორიტი ბუკმეკერების აზრით ვოლკანოვსკი მაგრამ ფავორიტი მაინც იყო და უნდა ყოფილიყო კიდეც გაიმარჯვა და ალექსანდრე ვოლკანოვსკი კლავ ალექსანდრე დიდია შეიძლება ასე ვთქვათ და კლავ ჩემპიონია დიდი ჩემპიონის სტატუსი კიდევ ერთხელ უფრო ასე ვთქვათ ხმამაღლა გამოაცხადა ალექსანდრე ვოლკანოვსკი რაც შეეხება დიეგო ლოპესს მე ვიტყოდი რომ მეც ველოდი მისგან მეც ველოდი მე არ ვამბობ რომ მოგებას ველოდი აუცილებლად არც მithქვია მოიგებს მეთქი შეიძლება მოიგოს თქო თუმცა ფავორიტად მას არ ვახეს სახელებდი უბრალოდ რამდენჯერმე თქვი და ამაში მართლა ვიყავი დარწმუნებული და მეგონა ყოველ შემთხვევაში რომ დიეგო ლოპესი იქნებოდა იმაზე ბევრად უკეთესი ვიდრე იყო პირველ ბრძოლაში არ ვიცი უკეთესი იყო თუ არა მე დიდად უკეთესობა ვერ შევამჩნიე ნუ თავიდან თითქოს პირველ და მეორე რაუნდში ვფიქრობდი და ვამბობდი კიდევაც რომ ნუ ალბათ ინახავს თავს მაინც ხო საჩემპიონო რაუნდებია წინ და ასე შემდეგ მაგრამ რა ვიცი იყო ის საჩემპიონო რაუნდები და დიდად პირველი ბრძოლისგან განსხვავებული დიეგო ლოპესი ვერ ნახე ძალიან ცუდი იმიტომ რომ ეს მეტყველებს IQ-სთან პრობლემებზე რაც ზოგადად კი ვარჯიშით შეიძლება რაღაცები გამოასწორო მაგრამ IQ-ს მე მგონი ესე ვერ გამოასწორებ მithumetes უკვე ამას აქში ბრძოლის IQ-ს ხო და აქვე დავამატებ რომ მე ვფიქრობ რომ დიეგო ლოპესისთვის მოკლედ დიეგო ლოპეს საჩემპიონო ბრძოლა აი ხანი არ ეკნება საერთოდ თუ ქონდა კიდე ესეც საკითხია ხო ნუ ეს იყო პრინციპში რაც მოხდა ავსტრალიის კარტზე ახლა კი გადავიდეთ მომავალ ივენტზე Apex-ი, ერთხელ შევახსენეთ Apex-ი მასპინძლობს ლას-ვეგასში, Apex-ი მასპინძლობს Fight Night-ის ივენტს, მთავარი ბრძოლით მარიო ბაუტისტა, ვინისიუს ოლივეირა. არ არის ხა ისეთი ყმაურიანი სახელები, როგორიც ავსტრალიის კარტზე, თუმცა საინტერესო ბრძოლები და საინტერესო დაპირისპირებები გველოდება აქ, მომდევნო ნაწილში, მეორე ნაწილში ჩემი ვიდეოში სწორედ ამ ბრძოლებს შევეხებით. მანამდე გეტყვით რომ თუ დაინტერესდით ჩემი აი ამ ვიდეოთი, შეგიძლიათ მოიწონოთ და ზოგადად თუ ხართ დაინტერესებული თუ მოგიწონათ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი. მაჯაზე Apex-ის ივენტი, რომელიც შეგახსენეთ თუ ვინმე ის რომ 7 თებერვალს, ну ჩვენი დროით პრინციპში 8 თებერვალს დაიწყება. early prelim-ზე, მოდი ესე ვთქვათ, ყველა ბრძოლას შევეხოთ თავარ კარტზე და აი prelim-ზე და early prelim-ზე მაინც უფრო შერჩევითად გავიაროთ ბრძოლები. early prelim-ზე პრინციპში გამოყოფდი ერთ ბრძოლას, ამ ბრძოლას არ ვისაუბრებ ბევრს, უბრალოდ საინტერესოა ჯეიკობ ვიკლაცის მეორე ბრძოლას ვნახავთ UFC-ში, პირველ ბრძოლაში მას საკმაოდ ისე ბოლოდნელი შედეგი დადო, შევახსენეთ პაჩიმიქსი დაამარცხა. თუმცა გაყოფილი გადაწყვეტილებით, მაგრამ მაინც ის ხდება მაინც გაფურობს. არ მინდა ხა ვიკლაცის შანსებზე ვისაუბრო, მithmetes რომ ერთი ბრძოლა მისი ფაქტიურად. ნახე ზოგადად მისი ჰაილაითები და ნუ რამდენიმე ბრძოლას იქამდე UFC-მდე ნახე მაგრამ ის მაინც სხვა დონეზე იყო, სხვა დონის ივენტზე ჩატარებული ბრძოლები. რომ დიდად მასე ვერ დავეყნობი, ასე ვთქვათ, თუმცა გამოჩნდა ბოლო ბრძოლაში რომ ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია, განსაკუთრებით კარგი უნარები აქვს მიწაზე და ვნახოთ. ზოგადად აი გაფუროვიც მეტოქეც საკმაოდ კარგი ყავს და უნდა დავაკვირდეთ ამ ბრძოლას. შევეხსენეთ ტაჯიკი მებრძოლია, მაინ გაფუროვი და ვნახოთ აბა რა შემოგთავაზებს ეს ბრძოლა ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა პრედიქციებს არ გავაკეთებ, ვინაიდან კიდევ ერთხელ მეორე ვიკლაცის პოლეთი ბრძოლა ნახე და მას ვერ ვიმჯელებ, მაგრამ საინტერესო მებრძოლი არის და შევეცდები რომ ეს ბრძოლა ვნახოს, იმართლე გითხრათ early prelim-ის ბრძოლებს სეტანტა არაჩვენებს, მაგრამ ნუ სხვა წყაროებით თუ მოვახერხე, დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ ბრძოლას, თუნდაც შემდეგ ჩანაწერში. prelim card-ზე, აი prelim card-ზე არის რამდენიმე ბრძოლა, რომელიც შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში ეს არის საიდ ნურმაგომედოვი, ჯავიდ ბაშარატი. სხვათა შორის ბაშარატზე სანამ ბრძოლაზე დავიწყებ, ბაშარატებზე მითხრა ძმებზე, ორივე ძმა, ჯავიდის და ფარიდის
იბრძოლებენ ამ ივენტზე და მე გადავხედე მათ ბრძოლებს და ყოველ შემთხვევაში UFC-ში მათ ერთ ივენტზე არ უბრძოლიათ აქამდე. ხა სიმართლე გითხრათ, მთელი მათი კარიერა არ გამივლია და იქამდე არ ვიცი ერთ ივენტზე უბრძოლიათ თუ არა, მაგრამ UFC-ში ნამდვილად არ უბრძოლიათ. პირველი შემთხვევაა, რომ ერთ ივენტზე იბრძვიან და ზოგადად სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს კარგია თუ არა, როდესაც ძმები ერთ ივენტზე იბრძვიან. მე ვფიქრობ, რომ თლად კარგი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით აი მეორედ ვინც იბრძოლებს იმ ბრძოლისთვის, ვინაიდან როდესაც ბრძოლისთვის ემზადები, უნდა იყოს კონცენტრირებული ამ ბრძოლაზე, მაქსიმალურად ზედმეტი აზრებისგან, ემოციებისგან უნდა იყოს თავისუფალი და ახლა როცა ანუ შენი ძმა იბრძვის მიშელ ამ ბრძოლას მით უმეტეს ცოტა რთულია ხო იქ არ გადაერთო არ მიაქციო ყურადღება იგივე არ ინერიულო მის მაგივრად ხო არ ვიცი ზოგადად მე ვფიქრობ რომ ეს ცოტა ფათ კარგი არ არის მებრძოლისთვის თუმცა ეს უფრო ამაზე უნდა ვისაუბროთ უფრო როცა ფარიდის ბრძოლაზე მივალთ ვინაიდან ფარიდი იბრძვის სწორედ შემდეგ მანამდე პირველ ბრძოლაში გამოდის ჯავიდ ბაშარატი მას ბრძოლამდე პრინციპში არაფერი სადარდებელი არ აქვს ამ ბრძოლაში საიდ ნურმაგომედოვიც ხდება კიდევ ერთხელ შევახსენებთ სუპერფლუგის წოდი ბრძოლაა და ну ბევრი შეიძლება თვლის ფავორიტად საიდ ნურმაგომედოვს და სხვათა შორის UFC-ის საიდზე ჯეჯობით არ დევს ფსონები, ну არ ვიცი სადღაც შეიძლება უკვე არის ფსონები, მაგრამ UFC-ის საიდზე ვერ ხედავ ვინ არის ფავორიტი, ვინ არის ანდერდოგი, არა მარტო ამ ბრძოლაზე საერთოდ ამ ივენტზე ჯერ არ დევს UFC-ის ოფიციალურ საიდზე ბუკმეიკერების ასე ვთქვათ კოეფიციენტები. ამიტომ მე ვერ ხედავ ისინი ვის თვლიან ფავორიტებას, მაგრამ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ფავორიტად საიდ ნურმაგომედოვს როგორც მინიმუმ ფავორიტად არ დავასახელებდი ამ ბრძოლაში. მე ვფიქრობ რომ საიდის თავარი ნაკლი ვიცით რომ არის ძალიან მალე იხლება ყველა ბრძოლაში საიდ ნურმაგომედოვი და საწყის რაუნდებში რომ მან დააფინიშოს ჯავიდ ბაშარატი ის არ არის თლათ მარტივი მინდა გითხრათ მით უმეტეს ჯავიდ ბაშარატის ხოჭე სულაც არ არის ცუდი მიწაზე ერთი მიწაზე გადაყვანაც არ არის ის მარტივი და მოგადაიყვან იქ კიდე მისი დასაბუთება საკმაოდ რთულია და აი ჯავიდ ბაშარატი კი თავად საკმაოდ კარგია კარდიოს კუთხითაც სხვათა შორის და submission defense-იც კიდევ ერთხელ ძალიან კარგია შეიძლება submission defense-ი სულაც არ დაჭირდეს და იქით შეუტიოს კიდეც მოკლედ აი ცოტა შეიძლება ცდები კიდეც მაგრამ მე რატომღაც ამ ბრძოლაში უფრო ფავორიტად ხედავ ბაშარატს გაგიკვირდება და შემდეგი ბრძოლები რამდენიმე გამოვტოვოთ მოდი და ხო ნიკო პრაისი ხდება ნიკოლაი ვერეტენიკოვი არის ყაზახეთის წარმომადგენელი თუ სწორად ახსოვს კი ყაზახეთის წარმომადგენელია აქ იცით ნიკო პრაისი ზოგადად გამოირჩეოდა ყოველთვის ნიკო პრაისი ძალიან ისეთ სანახაობრივი სტილით სანახაობრივი ფინიშებით განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ ეს ამ ადამიანს ნოკაუტებით მოგებული აქვს ბრძოლები სადაც ეს ნოკაუტები რაღაც სასწაული პოზიციებიდან აქვს შესრულებული. საიდანაც ის ნოკაუტები არ თითქოს შეუძლებელია რა გაკეთდეს, მაგრამ ნუ ახერხებდა ხოლმე ეს ბრძოლა ამით იწვევდა განსაკუთრებით სიმპათიას, თუმცა მაინც ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი კარიერული პერიოდი აქვს. ნიკო პრაის, ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდია, 36 წლის არის, მაგრამ აქ უფრო საუბარი ალბათ სვეტაზეა და ნუ არ ვიცი, ვერეტენიკოვი არის ახალგაზრდა, უფრო მშიერი ხშირა ნიკო პრაისი არ არის გამძღარი, მაგრამ ცოტა არის ყოს და გაცვეთილი. სხვა შორის ვერეტენიკოვს ჩავხედე და ის არ არის პატარა 36 წლისაა, მაგრამ ზოლები აქვს ბევრად ნაკლები. და პრინციპში მათაც არ აქვს მაინც კარგი პერიოდი, ბოლო 4 ბრძოლაში მხოლოდ 3 მოგება აქვს. მოკლედ, ხო, მოდი აქ თავი შევიკავოთ ანდერდოგ ფავორიტის არჩევისგან. და უბრალოდ დაველოთ ამ ბრძოლას მე ცოტა უკვე ვერ ხედავდი ნიკო პრაისისთვის კარგს ვერაფერს ზოგადად, მაგრამ არა მეტოქიდან გამომდინარე, არამედ მისი პერიოდიდან გამომდინარე. და ახლა შევხედე დიდად ნიკოლაი ვერეტენიკოვის არ ვწყინავს ამ ხრივ. სამწუხაროდ მე ვერ ვიხსენებ ვერეტენიკოვის ასე ვთქვათ ბრძოლებს და მასეც არ მაქვს ხე ისეთი კი არ გამოგიდებულ საერთოდ არ მახსოვს ის ბრძოლები შეიძლება არც მინახავს. ისე ამიტომ არ გავაკეთებ არანაირ პროგნოზს ამ ბრძოლაზე. ნუ ისეთი ბრძოლები არიან, რომ დიდი შანსია სხვათა შორის აქ
ფინიში თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან სანახაობრივი ბრძოლა ვიხილოთ, ну, როგორც პრინციპში ნიკო პრაისის ყველა ბრძოლაზე იგებს თუ აგებს ნიკო პრაისი ყოველთვის რაც ესეთი ადრენალინი ბევრი მოდის აი ესეთი ბრძოლები ახლა. სამაგიეროდ აი ვისაუბროთ პრელიმ კარდის ბოლო ბრძოლა ალექს მორონო ხდება უკრაინელ მებრძოლ დანიელ დონჩენკოს. მორონო არის ძალიან გამოცდილი მებრძოლი, არის უნივერსალური მებრძოლი, მთელი რიგი ძალიან კარგი ბრძოლები აქვს დაჭკვილი UFC-ისთვის. და თან არის უნივერსალური მებრძოლი, მაგრამ აქვს ერთი დიდი ნაკლით ჩემი აზრით. ყოველთვის ვამბობ სხვაჭეს თუ როდესაც მიმყავდა ალექს მორონოს ბრძოლები, რომ ალექს მორონო უნივერსალური მებრძოლია, შეუძლია გათიშვა ფეხზეც, საკმაოდ ბევრი აქვს, 6 ნოკაუტი აქვს, 7 საბმიშენი აქვს, საბმიშენი მოგებებს გულისხმობ. 10 მსაჯების გადაწყვეტილება. მით მოგება. თავარი პრობლემა მორონოს ისაა, რომ მორონომ არ იცის, რომ ის ბევრად უკეთესია მიწაზე, ვიდრე ფეხზე და პირიქით გონია, რომ ძალიან კარგია ფეხზე. სხვაჭეს კრივი აქვს ძალიან კარგი, კარგი აქვს შეტევის კუთხით. ანუ წინ კარგი კომბინაციები, კარგად მუშაობს, როცა უტევს, მაგრამ მერთლი რომ დაცვა აქვს ძალიან ცუდი, ძალიან ხშირად უშვებს დარტყმებს და რაც კიდევ უფრო ცუდია, ნიკაპიცაც ვერ დაიკვეხნის. ნუ მე არ ვამბობ, რომ ძალიან გაცვეთილია და ფლათ ანდრეი არლოვსკი რო იყო ბოლო კარიერის ბოლო პერიოდში ისეთი არ არის ნამდვილად, მაგრამ ისეთის არ არის, რომ აი ნოკდაუნში ვერ ვარდებოდეს და ნოკაუტში ვერ ვარდებოდეს. როცა ამდენს უშვებ დარტყმებს, მაშინ არ სასწაული ნიკაპი უნდა ქონდეს. არ არის ესეთი ნიკაპი. და სხვადასხვა ის რომ უკეთესია მიწაზე ვიდრე ფეხზე, მოდი სტატისტიკას გვეუბნება, ამაზე მოდი ჩავხედოთ. მოგებები მას როგორც ითხრით, ნოკაუტებით აქვს 6, მაგრამ წაგებებიც აქვს არც ბევრად ცოტა, 4 წაგება აქვს ნოკაუტებით. ალექს მორონოს მოგებები საბმიშენებით, მემამახჩუბელებით აქვს 7 და წაგებები მემამახჩუბელებით არ აქვს საერთოდ. და მარტო სტატისტიკაზე არ არის, მის ბრძოლებს რო უყურებთ, აი თუ ნახავთ, დააკვირდით, როგორც ეს თვითონ არასოდეს არ გადადის ჭიდაობას. აი ეს 7 საბმიშენი აქვს მოპოვებული იმ შემთხვევაში, როდესაც მეტოქებმა გადაწყვიტეს და გადაიყვანეს მიწაზე. ანუ თვითონ რო წინოდეს მიწაზე გადაყვანას და უფრო მეტჯერ რო გადადიოდეს მიწაზე, მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგი შედეგი ექნებოდა ალექს მორონოს. ნუ ნახოთ, შეიძლება ამ ბრძოლაში შეიცვალოს, თუმცა რა არ მგონია ეს ამ ასაკში 35 წლის ასაკში შეიცვალოს ახლა მორონოთან, როცა რაღაცა ამბიციები ქონდა, მაშინ არ აკეთებდა ამას და ახლა როცა დიდად აწულებულად თვითონაც მაღალ მიზნებზე MMA-ში ვეღარ ფიქრობ, ახლა შეცვალოს რამე რადიკალურად არ მგონია მოკლედ. ხო, ნუ რა შეეხება მის მეტოქეს, რომელიც გამოგიტევით და მასეც ბევრი აფერი არ ვიცი, იმიტომ რომ დებიუტანტი არ არის, ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული, თუმცა ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგი დამტყმელია და სხვათა შორის შეიძლება ტექნიკა მორონოს არ ქონდეს მასზე ნაკლები და შეიძლება მეტის ქონდეს, მაგრამ აი ნოკაუტორი არის უფრო უკეთესი ვიდრე მორონო. ანუ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ნუ ალბათ მორონო ისევ დაიწყებს კრივს დონჩენკოსთან და მე ვფიქრობ, რომ დონჩენკო მოარტყავს მას და მოკლედ შეიძლება შევწე, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ წელში ფავორიტად უკრაინელი მგონია. გამოგიტყდებით ალექს მორონოსთან დიდი პატივისცემის და მიუხედავად. ნუ ამით სრულდება სხვადასხვა ამ ბრძოლით სრულდება პრელიმ კარდი და მოდი გადავიდეთ თავარ კარდზე. თავარსაც გახსნის დასტინ ჯეიკობი, ჯულიუს უოკერი. ძალიან ისეთი ბრძოლაა, იცით, ესეც რთული აქვს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან დასტინ ჯეიკობი არის როგორი მებრძოლი, შეიძლება ძალიან რთულ მეტოქესთან, ნუ სტილისტურადაც გააჩნია როგორი მეტოქია, მაგრამ ისეთი კარგი სტრაიკინგი აქვს, ისეთი კარგი კიკბოქსინგი აქვს, რომ შეიძლება ძალიან ძლიერი მეტოქე თუ ფეხზე ჩხუბობს დაამარცხოს საკმაოდ ეფექტურად რა, ისე რომ აი კლასის გამოჩენოს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ წავიდეს და ცოტა ისეთ მეტოქესთან, რომელიც ცოტა სტილს წეთურებულია, მაგრამ ბევრად დაბალი დონის მასთან წააგოს. ნუ ახლა ჯულიუს უოკერიზე არ მინდა ვთქვა, რომ დაბალი დონისა ვთქვა რაღაცა პირიქით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯულიუს უოკერს შეუძლია პრობლემები შეუქმნას დასტინ ჯეიკობს. აი ისეთი მებრძოლია რა ზუსტად, აი თითქოს რომ დაუგებდეს ახლა ჯეიკობის ის იმას რომ გადავხედოთ, ვისთვის აქვს მოგებული და ვისთან აქვს დაბრძოლი. ხო, ნუ წესით ჯულიუს უოკერი ვინ არის, მაგრამ შეიძლება წაუგია ესეთი ბრძოლები დასტინ ჯეიკობის და თან ჯულიუს უოკერი არის ბევრად უფრო ამ მომენტში ყოველთვის ბევრად უფრო მშიერი, არის კარგსლაზე შეგახსენებთ. ჯულიუს უოკერი არის
26 წლის ძალიან ახალგაზრდა 7 მოგება და ერთადერთი მარცხი და არის ისეთი მარცხი სხვა შორის ალონსო მენიფილდთან აქვს დაყოფილი გადაწყვეტილებით. ხო, ნუ მოკლედ არ ვიცი, მე ამ ბრძოლაში ცილე ფავორიტად მივიჩნევ მაინც ახალგაზრდას უფრო ჯულიუს უოკერს. შემდეგი ბრძოლა რა გვაქვს, მოდი ჩავხედოთ. ორი ბრძოლა გავიარეთ, ხო, უკვე თავარი კარდის. მესამე ბრძოლა გვაქვს, მესამე ბრძოლა ძალიან საინტერესოა სხვა შორის. აი სწორედ აქ არის მეორე ბაშარატი, ძმა, ფარიდ ბაშარატი. მისი მეთქი ჟინ მაცუმოტო. ესეც სუპერსუქი ზონის ბრძოლა, საინტერესოა რომ ორივე ძმა, ფარიდიც და ჯავიდიც ბაშარატები ერთ ზონაში გამოდიან. ანუ სუპერსუბუქში და საინტერესოა ესე რომ რაღაც ერთ იმაში რომ მოხდნენ რა მოხდება, იბრძოლებენ თუ არ იბრძოლებენ, ალბათ არა. შეგახსენებთ რომ ორივე მებრძოლი, ნუ უბრალოდ ფარიდ ბაშარატი არის დაუმარცხებელი. ჟან მაცუმოტოს ერთადერთი მარცხი აქვს თავის ბოლო თუ ბოლოს წინა ერთი წუთით. ბრძოლაში როფონთან აქვს ის ნამდვილად მახსოვს, მეგონი ბოლოს წინა. კი, ბოლოს წინა ბრძოლაში როფონთან წაგო და მანაც წაგო გაყოფილი გადაწყვეტილებით ბრძოლა იყო ძალიან ახლოს, ხოთა შორის. ნუ ალბათ მაინც სწორად მიიჩნე, ნუ ეს ისეთი ბრძოლა რომელსაც მე ფრეს ვეძახი ხოლმე, მაგრამ თუ მაინც და მაინც ვინმე აუცილებლად საბალდებულოა აიჩიო, ალბათ მაინც სწორად აიჩიეს და თუნდაც იმიტომ რომ ძალიან უკეთ დაასრულა ბრძოლა და ზიანიდან ცოტა მეტი ქონდა მაცუმოტოს, ნუ ალბათ სწორად მიცეს გამარჯვება როფონს. ნუ ყოველ შემთხვევაში მაცუმოტოს ძალიან კარგი მებრძოლია, ძალიან ისეთი კონკურენტული და ეს ამ ბრძოლაზე რას ვიტყოდი, იცით, ძალიან საინტერესო მოსაზრება გამიჩნდა. პირველ რიგში ის რომ ფარიდ ბაშარატი, ხო, ორივე ბრძოლის სხვა შორის უნივერსალია, თუმცა ჟინ მაცუმოტო ამ ბრძოლაში ვფიქრობ, რომ უფრო აქცენტს გააკეთებს ჭიდაობა და შეეცდება რომ ტეიქდაუნებით შეაწუხოს ხშირად ბაშარატი და გადაიყვანოს მიწაზე, აი ბაშარატი შეეცდება რომ დარჩეს ფეხზე და სტრაიკინგში გამართოს ბრძოლა და არ მიცეს საშუალება მაცუმოტოს რომ გადავიდეს ბრძოლა მიწაზე. საქმე იმაში რომ მე ვფიქრობ რომ ერთმაც და მეორემაც შეიძლება აი აქ წაიტეხონ მთავარი პრობლემა შეექმნა თამაში. ანუ ვფიქრობ რომ ფარიდ ბაშარატის მიწაზე გადაყვანა ჟან მაცუმოტოსთვის მარტივი შეიძლება არ აღმოჩნდეს და ის კი არა პირიქით ამ გადაყვანაში წარუმატებელ გადაყვანაში შეიძლება დაიღალოს, იქ თავდაჯერებაც დაკარგოს, იქ ზიანიც მიიღოს სადღაც, დაიჭიროს ერთი-ორჯერ დაკმაზე ბაშარატმა. მეორეს მხრივ ბაშარატი თავის დისტანციაზე შეკავების და დატოვების მცდელობის და მცდელობაში და სტრაიკინგის გაცვლებში შესაძლოა დაზიანდეს განსაკუთრებით გულისხმობა ჟან მაცუმოტოს კიკებს. თან კიკებს არა ჰაი კიკებს, მაგრამ თამეთ დაბალს, ანუ ლოუ კიკებს და ბოდი კიკებს. აი სადღაც შეიძლება ფეხი თუ მოუტრია ბაშარატს, იქ უკვე ბაშარატს პრობლემები შეექმნება. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აი თავი რასაც შეეცდებიან და გითხარით ჩემი აზრით და შეეცდება ერთის და მეორეც. აი იქ შეიძლება ორივემ წაიტეხოს წვირპირი. ნუ არა პირდაპირ გაგებით წვირპირი, მაგრამ ზოგადად პრობლემები შეექმნა და აი იქ გადაწყდეს მათი წარუმატებლობა. თუმცა მეორე მხრივ ახლა მე არ ვფიქრობ აუცილებლად ასე მოხდება, შესაძლოა ამოვიდეთ კიდეც იმას ან ერთს ჭირაობა ან მეორეს ფეხზე დატოვება ბრძოლისა, მაგრამ ამის ის კი არის ვისაუბრე არის რეალურად მათი უნარებიდან გამომდინარე. ხო, აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ისე ფეხზე მაინც ვფიქრობ ბაშარატი მაინც realობაში თუ მოხდა და დარჩა და არ დაზიანდა დავუშვათ ლოუ-კიკებით ბაშარატი, ვფიქრობ რომ ფეხზე ბაშარატი უკეთესი იქნება, განსაკუთრებით ჟან მაცუმოტოს თუ დააკვირდებით, ლოუ-კიკის შესწყვეტი ძლიერი ლოუ-კიკები აქვს და ბოდი-კიკები დამაზიანებელი, მაგრამ ლოუ-კიკის შესრულების დროს ძალიან ხშირად მაცუმოტო თავს ღიას ტოვებს, ხელებს დაბალაუშვებს და შესაძლებელია მისი დაჭერა თავში ხელის დარტყმით, აი როდესაც ის ასრულებს ლოუ-კიკს. ეს ბაშარატს რეალურად შეუძლია გაუკეთოს ჟან მაცუმოტოს. ნახოთ, რეალობაში ვინ იქნება ფავორიტი, აქ ცოტა მიჭირს აქ თქვა. თულია 50-50 ჩემი აზრით, 50-50. როგორ წავა ბრძოლა იმის მიხედვით. არ ვიცი. ნუ ეს რაც შეეხება ამ ბრძოლას, დაგვრჩა 3 ბრძოლა. მიხალ ოლექსეიჩუკი შეხვდება მარკ ანდრე ბარიოს და სანამ ამ ბრძოლაზე გადავალ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ მოგწონთ ეს ვიდეო, მოიწონეთ
და ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი. რაც შეეხება ოლექსეიჩუკისა და ბარიოს ბრძოლას, ბრძოლა იქნება ფეხზე აუცილებლად ორივე სტრაიკერი, ორივე ძალიან უყვარს ჩხუბი, რასაც ქვია. აქაც როგორც გითხარით, ჯერჯერობით არ ვიცით ბუკმეკერები ვის თვლიან ფავორიტად და ვის არაფავორიტად, ანდერდოგად ასე ვთქვათ, მაგრამ მე პირადად ამ ბრძოლაში რატომღაც სერიოზულ ფავორიტად ხედავ პოლონეთს, ანუ მიხაილ ოლექსეიჩუკს. რატომ ახლა ახსნი? მიხაილ ოლექსეიჩუკი მე აქცევ ყველა მის წაგებს სულ აქვს 30 ბრძოლა, ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს. მაგრამ UFC-ში არის ნახევარზე მეტი თან. და იქამდე პოლონეთში საკმაოდ კარგ ორგანიზაციებში გამოდიოდა. მოკლედ, აი ამ კონკურენტულ ჩხუბებში მიხაილ ოლექსეიჩუკმა ნოკაუტით მიხაილ ოლექსეიჩუკს წაგებული აქვს მხოლოდ ერთხელ და ეს ერთხელ მან წააგო 2014 წელს და 2014 წელს მიხაილ ოლექსეიჩუკი იყო MMA-ში დებიუტანტი. MMA-ის კარიერა მან დაიწყო 2014 წელს. კი პირველი ბრძოლა არ იყო ეს, რომელიც წაგონა პირველი წელი იყო მისი, როდესაც მან ტექნიკური ნოკაუტით მარცხი იწვია. მას შემდეგ აი რამ ხედენი ბრძოლა აქვს და გაბრძოლი 25 ბრძოლის ბრძოლა მე მგონი დაახლოებით და არც ერთხელ არ წაუგია ნოკაუტით. ადამიანზეა საუბარი, მებრძოლზეა საუბარი, რომელიც იბრძვის ფაქტიურად სულ ფეხზე. ანუ სულ გაცვლები, სულ ჩხუბი, სულ დარტყმები და ასე შემდეგ. სულ ფეხზე იბრძვის. ძირითადად აი 9 წაგება აქვს, მათ 21 მოგოგება და 9 წაგება აქვს. 9 წაგებიდან ორჯერ წააგო გადაწყვეტილებით და 6ჯერ წააგო მტკივნელ მარჩობელებით. ნუ მისი ნაკლი ის იყო, რომ როგორც წესი submission defense-ი არ ქონდა კარგი, ბილად რო ვთქვა, ოლექსეიჩუკს და ამიტომ ძირითადად submission-ით მარცხდებოდა. ნოკაუტით მისი დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. და რაც შეეხება მარკ ანდრე ბარიოს, მას კი ნოკაუტებით მოგება აქვს, თუმცა უფრო ბრუტალური ნოკაუტები ბევრი და უფრო მეტი ისეაც ნოკაუტი ოლექსეიჩუკს აქვს, მაგრამ ნუ ხა ასე ხო არ არის ხა მედიკაზე. კი, ძალიან კარგი სტრაიკერია, გულისხმობ ნოკაუტის უნარი მასაც აქვს. ძალიან მძიმე ხელები აქვს, კარგად უყვარს გაცვლები, მაგრამ ამ გაცვლებში თვითონაც ასე ვთქვათ ხდება ხოლმე, ბევრი და გადაიქცა რომ ხდება ხოლმე. ნოკაუტშიც ვარდება და ერთხელ ორჯერ მარტო არ ჩავარდება. ნუ, მაგრამ ზუსტად სამჯერ აქვს მას ნოკაუტის წაგება, მაგრამ მათ შორის ამ ბოლო პერიოდში. მაგალითად, იგივე დასტინ სტოცფუსთან გაითიშა ბრუტალურად პირველ რაუნდში ჯო პაიფერთან. ბრუტალურად და რა ვიცი, აი როდესაც ორი მებრძოლი ხდება, რომელსაც უყვარს გაცვლები და ხშირად შედიან ამ გაცვლებში და სტრაიკინგი უყვართ, მძიმე ხელები აქვს. ლოგიკურია რომ უფრო მეტი ალბათობა გაითიშოს ის, ვინც ადვილად ითიშება, ხო? ნუ ეს ძალიან მარტივად ვამბობ, მაგრამ მარტო ამ სიმეტრიაზე არ არის. მე რატომღაც გონია რომ აქ ფავორიტად ხედავ ოლექსეიჩუკს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება შევცდე, თუმცა ნუ დღეს ყოველ შემთხვევაში ამ გადმოსახედიდან რაღაც ასე მგონია. პარიუშებს დარტყმებს მოკლედ რა და საკმაოდ ცუდ დარტყმებს უშვებს. გასაგებია რომ ოლექსეიჩუკსაც მოხვედრია და ახლა როდესაც თელი ცხოვრება ფეხზე ჩხუბობ, ხა ბუნებრივია სადღაც შენს მოხდება, მოხვედრია კიდეც, მაგრამ აი ძალიან ისე ცუდ დარტყმებს უშვებს რა მოკლედ პარიო რა. თუმცა ბრძოლა შეიძლება ისეთი გახურდეს, რომ Fight of the Night-ის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს, პრინციპში დარტყმაც არა, ახლა რო ჩავხედე, ამდენად შეიძლება იყოს ეს ბრძოლა. Fight აი რო იყოს არჩევანი მეტი ალბათობით რომელი ბრძოლა იქნება Fight of the Night-ი, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ალბათობა, ყველაზე დიდი შანსი ამ ბრძოლას აქვს. თუ ძალიან მალე ადასტურა, რა თქმა უნდა. სხვა შორის თავარ ბრძოლასაც აქვს ამისის, მაგრამ მე მაინც ამ ბრძოლაზე უფრო მეტი შანსი მგონია. გადავედით შემდეგ ბრძოლაზე, შემდეგი ბრძოლა კი გვაქვს მძიმე ზონაში, სხვათა შორის საინტერესოა, ჟაიტონ ალმეიდა ხდება ვიჟონ კუნიევს. ნუ ალმეიდა ვიცით ვინ არის? კუნიევს ვიცით პრინციპში, ცხადია ხა ალმეიდა რა შეეცდება თავიდანვე შევიდეს ფეხებში, დაბლეგზე თუ არა ყოველთვის რამენაერად წააქციოს, კუნიევი თუ არა ვერ წააქციოს, ჯერ კარგი ხანი გალიაზე აკონტროლოს, შემდეგ წააქციოს და ნუ მე არ დაუმთავროს ან ათრიოს სამი რაუნდი. ჩემი აზრით მეტოქე ამისთვის საკეთებლად საკმაოდ უხერხული ყავს ჟაიტონ ალმეიდას. მივან კუნიევმა იცის, ჯერთი რომ იცის ჭიდაობა.
მეორე ის რომ ის მძიმეა ალმეიდაზე, ალმეიდაში გახსენეთ, შენერ მე დღესაც ვფიქრობ, რომ ალმეიდა ჯობია ჩავიდეს კვებოდ. ანუ ქვემ მძიმე წონაში. პრინციპი საიდანაც მოვიდა. დანავადის კონტრაქტების სერია რომ მოიგო ამ ბრძოლა რის შემდეგაც მას გაუმოწმ ფორმის კონტრაქტი. ისიც ჰქონდა ქვემძიმე წონაში და იქამდეც რა ორგანიზაციებიდანაც მოვიდა და რა ორგანიზაციებში ხდებოდა ჩემპიონი, ხდებოდა ქვემძიმე წონაში ჩემპიონი. რატომაც UFC-ში გადაწყვეტა მძიმე წონაში ასვლა. კი ბატონო, ეს მის საქმეა, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ბევრად უკეთესი იქნებოდა ქვემძიმე წონაში. ხო, ნუ დავუბრუნდეთ ამ ბრძოლას, ახლა სად იბრძოლებს ეს თავის საქმეა. მე ვფიქრობ, რომ რიჯვან კუნიევს გაუკეთოს ეს, სადაც ვისაუბრეთ, საერთოდ ან მეიდამ და მithmedes ის რასაც საკეთებს სულ. იქნება ძალიან რთული. და გავრისკავდა ამ ბრძოლაში ფავორიტად რიჯვან კუნიევს დავასახელებ. არ ვიცი ამდენად დამეთანხმებით, შეიძლება ვისკავ, არ ვიცი კიდევ ერთხელ, ვინ იქნება ზოგადად ანდერდოგი, უპირატესობის აზრით და ფავორიტი, შეიძლება მეიდა იყოს, მაგრამ ჩემთვის ბრძოლაში სიმართლე ვთქვათ კუნიევია. და მივედით კომეინს და მეინს, კომეინი დავიწყოთ ძალიან საინტერესო, რომ ამირ ალბაზი ხდება კიოჯი ჰორიგუჩის შევახსენებთ, ტაგირ ულამბეკოვი 10 ჯერ და შემდეგ მოგვდა, რომელიც თავის დროზე იყო დიდი ვარსკვლავი UFC-ში და UFC-ს სატიტულო ბრძოლაც ჰქონდა და რომარა დემეტრიუს ჯონსონი ალბათ ჩემპიონი გახდებოდა, მით უმეტეს კიოჯი ჰორიგუჩი ყველგან ჩემპიონი ხდება, სადაც არის ის ყველა სხვა ორგანიზაციაში და თან ძალიან სერიოზულ ორგანიზაციებში, მათ შორის ბელატორში, მათ შორის რიზინში ყოველთვის ხდებოდა ჩემპიონი, ახლაც რომ მოვიდა კიდევ ერთხელ იყო რიზინის ჩემპიონი, ასე ვთქვათ. რამდენჯერმე იყო რიზინის ჩემპიონი და აქაც რიზინის ჩემპიონობიდან მოვიდა, აქაც გულისხმობ ბოლო მოსვლაზე, ანუ ის დემეტრიუს ჯონსონს და უცხოეთში ერთადერთი წაგება ჰქონდა UFC-ში მას, დემეტრიუსთან სატიტულო ბრძოლაში, საჩემპიონო ბრძოლაში, იქამდე 7 თუ 6 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. იმერთადერთი მარცხით დატოვა მაშინ UFC, შემდეგ იყო ის ბელატორის ჩემპიონობა, რიზინის ჩემპიონობა, არაერთხელ და აი ახლახან დაბრუნდა შარშანი ბრძოლა. ერთი ბრძოლა UFC-ში, ის ხსენებული შემსწრე ტაგი ულამბეკოვის მოგვიდვა. საოცარი პერფორმანსი იყო მართლაც და დიდი მოლოდინები აქვს UFC-ს მასზე, სხვა შორის გამოიწვია პირდაპირ პანტოჟა მაშინ. ჩემპიონობა მინდაო განაცხადოთ. ბუნებრივია ხა კიოჯი ჰორიგუჩი ისე უბრალოდ არ მოვიდოდა. ცხადია მას ჩემპიონობა უნდა. შეიძლება სხვა შორის ტოპ მებრძოლი ამჯერად ამირ ალბაზი და მე ვიტყოდი რომ აი ტოპ მებრძოლი ტოპ 5-ში, ტოპ 10-დან საერთოდ თუ ვინმე შეიძლება უხერხული აგერჩია კიოჯი ჰორიგუჩისთვის. პირველ რიგში ეს იყო ამირ ალბაზი. ამირ ალბაზი რეალურად ძალიან ძლიერი მებრძოლია. შევახსენებთ, ეს არის უსუბუქის წონა, ნუ შესაბამისად იმ დივიზიონში ვტრიალებთ და იმ დივიზიონ, თავი მეტო იმ დივიზიონის ჭრილში ვამბობ. ძალიან ძლიერი მებრძოლია, ძალიან უხერხული ყველაფრის და ვფიქრობ, რომ ამირ ალბაზი აქამდეც მიიღებდა საჩემპიონო შანსს, ყოველთვის ტოპ 1, ტოპ 2 იქნებოდა. რომარა მე არ ვფიქრობ, ამ წამს იქნებოდა დაუშვათ ტოპ 1, ტოპ 2 და არ იქნებოდნენ იქ დაუშვათ დაცურო ტაირა და შემდეგ, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა მიაღწევდა აქამდეც ამ სიდიდეებს, უბრალოდ ძალიან იშვიათად ჩხუბობს და რაც კიდევ უფრო ცუდია, იშვიათად ჩხუბობს, ცუდი ის არის, რომ ძალიან ხშირად ეხსნება ბრძოლებს. ანუ ჩანიშნულ ბრძოლებს ეხსნება. და ნუ ამან ბუნებრივია მას შეუშალა კარიერა, თორე ისე როგორც მებრძოლი ძალიან სერიოზული მებრძოლი და თან მით უმეტეს აი კიოჯი ჰორიგუჩის რაც შეუძლია, ხო, აი რასაც აკეთებს ხოლმე და რაშიც აქვს ხოლმე ძირითად უპირატესობა, აი აქ ამაში ალბაზი საკმაოდ რთული დასაჩაგრია. 10 ალბაზი ეს მიწაზეთან ჩაყვანით და ასე შემდეგ. არის ძალიან რთული, მინდა გითხრათ და თუმცა, ნუ მაინც მოდი ვთქვათ, რომ ფავორიტად ალბათ ეკუთვნის ფავორიტობა კიოჯი ჰორიგუჩის და მოდი ჩვენ დავასახელოთ ფავორიტად, მithmedes მოდი ვიტყვათ, რომ ყველას ჰორიგუჩის მოგება უჩვენია რა, იმიტომ რომ UFC-სთვის ყველა მაყურებლისთვის ჯობია ჰორიგუჩი მოიგოს და ახლა ალბაზი მოიგოს და მე კიდე როდის იბრძოლებს საჩაიხსნება და რაღაცას მარიცის, ისედაც ახლა ალბაზი ისეთი საინტერესო პერსონაჟი ალბათ არ არის. თუმცა UFC-ს აუჩვენია და ჩვენ აგვუჩვენია ერთია, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მეორეა. კიდევ ერთხელ გამოვიდა, ამირ ალბაზი არის ძალიან კარგი მიწაზე ზოგადად და ჰორიგუჩის პრინციპში საბოლოო ჯამში მაინც ჭიდაობით
კი მიქსით და იქ ფეხზეც კარგად ჩხუბობს და თუმცა ეს ჭიდაობის არევა არის მისთვის უმთავრესი და თავარი არ არის მაინც ეს შიგა და ჭიდაობების მზე გადასვლა არის და აი ამის გაკეთება ზოგადად ალვაზისთან ძალიან რთულია. მოკლედ რთული ბრძოლა არის ჩემი აზრით ორი გუჩის, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ მოიგებს, რომ მინდა კიდეც და მაინც ვფიქრობ რომ ფავორიტად ალბათ აი ორი გუჩის დასახელება გმართებს. მივადგეთ თავარ ბრძოლას მარიო ბაუტისტა ვინისიუს ოლივეირა. ძალიან მინდოდა დამენახა სიმართლეობითაც მარიო ბაუტისტას ასე ვთქვათ რაში აქვს უპირატესობა ოლივეირასთან და სიმართლეობითაც დიდად ვერ ხედავ. აქ მე ფავორიტად მივიჩნევ ვინისიუს ოლივეირას და აქაც გეტყვით რატომ პრინციპის სტილისთვისაც საკმაოდ განან ერთმანეთს აქვს გულისხმობს. ორივე ძალიან სწრაფია, ძალიან ესეთი ბევრ დარტყმებს ახორციელებენ იმის დროს, ბრძოლის დროს, თან ბევრ დარტყმებს ყველა კიდულით. ქიქერები არიან ორივე ძალიან კარგით, ლოუ ქიქებსაც ბევრს ყარობენ, ბოდი ქიქებსაც, მაღალ ქიქებსაც კომბინაციები დარტყმებისაც ქიქებიც არის არეული, ესეც შეუძლიათ, ნუ ამ ხრივ განსაკუთრებით ბაუტისტას ალბათ კომბინაციურ სტრაიკინგში შეიძლება ბაუტისტა უფრო უკეთესი იყოს და უფრო გამოხატული იქონდეს ეს კომბინაციური კომბინირებული სტრაიკინგი, ასე ვთქვათ, მაგრამ სამაგიეროდ ვინისიუსი არის უფრო დამაზიანებელი და ესეთი უფრო ბრუტალური, უფრო ფინიშერიც. აი მოდი შევხედოთ მარიო ბაუტისტა, რომელიც ფეხზე იბრძვის და მართლა ძალიან ლამაზი სტრაიკინგია, მარიო ბაუტისტას აქვს წარმოგიდგენთ ფინიშებით მოგებებში ორჯერ მეტი აქვს სამმიშენებით, 6 სამმიშენი, 3 ნოკაუტი და მოდი არ იფიქროთ რომ ის უბრალოდ მიწაზია ძალიან ძლიერი, არ არის. უბრალოდ ფეხზე ჩხუბობს ძალიან ლამაზად, მაგრამ ფინიშერი ფეხზე არის ნაკლებად. ის ფინიშებიც გეტყვით, ნუ მხოლოდ ტექნიკური ნოკაუტები აქვს, თუ სწორად მახსოვს მოჭავხეთ, კი. თან აქვს მფრინავი მუხლით ერთიდან ხარ, მფრინავი მუხლით ვიცი რომ თუ გავიდა მფრინავი მუხლი იქ ნებისმიერი შეიძლება გაითიშოს, ხო? ეს არ ნიშნავს რომ ფინიშერი ხარ ამის თქმა მინდა. კიდევ მისი ტექნიკური ნოკაუტები რომ ნახოთ. პრინციპში UFC-ში მინდა გითხრათ რომ მეტი არც აქვს. კი, UFC-ში მეტი არ აქვს, მანამდე ერთი ტექნიკური ნოკაუტი აქვს თავის პირველ ბრძოლაში, საერთოდ პროფესიონალურ კარიერაში და ვის მომგაც არ იცის და ამის შემდეგ იქ ბალევი აქვს კიდევ ერთი ტექნიკური ნოკაუტი, როცა უბრალოდ ექიმმა მისი მეტოქე არ გამოუშვა კუთხიდან. მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ფეხზე ფინიშერი არ არის მარიო ბაუტისტა და იქიდან გამომდინარე რომ მარიო ბაუტისტას 3 რაუნდი უნდა ფეხზე ეჩხუბოს და დარტყმების გასვლაში იყოს ვინისიუს ოლივეირასთან. ეს მისთვის ვფიქრობ რომ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ვინისიუს ოლივეირას სადღაც მას დააზიანებს ან გათიშას. ესეთი დამდობი ბჭყალებში თქო და ოლივეირა არ არის ბაუტისტასავით, ამიტომ ვფიქრობ მოგეთ ფავორიტად ჩემი აზრით ვინისიუსი მიმარჩა, რომელიც გარდა იმისა რომ არის ძალიან დამაზიანებელი დარტყმები აქვს, კიდევ საიდან გიტყავს და როდის გიტყავს და როგორ გიტყავს ეს თარიცი და ამ ხრივ ძალიან კრეატიულია. აღიაროთ. მოკლედ პრინციპში არის იყო, პრინციპში ჩემი პრედიქშენებით გითხარით, ამ შემთხვევაში არ ვიყავი ასე ვთქვათ ხელმომჭირნე და მაქსიმალურად შევეცადე ყველა საინტერესო ბრძოლას შევხებოდი. მომწერეთ თქვენი მოსაზრებებით, რას ფიქრობთ, მეთანხმებით, არ მეთანხმებით, თქვენი ფავორიტები ვინ არიან. დღეს მე ამითი დაგემშვიდობებით, შევხვდებით კვირას გამთენიისას, ვიქცევი მთავარ კარტზე. მანამდე კიდევ ერთხელ შეახსენეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. გამოიწერეთ ჩემი აზრი, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიწერეთ. და რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში იყავით ჯანზე. აბა კარგად.